გამარჯობა მეგობრებო. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციაზე, რომელიც განიცადა ქვეყანამ, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და ეხლა მე შეფუთი კლიენტში და პროდუქტით ერთ მოსახლეზე, ამერიკას უსწრებს, ბრიტანეთს უსწრებს და ასე შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ქვეყანა არის სინგაპური. ხოლო იმისათვის რომ ამაზე ვისაუბროთ, მოდი აი უცბად წარმოვიდგინოთ, რომ არის 1965 წელი და ჩვენ ვართ ყველა ამ სინგაპურის მოქალაქეები. და აი როგორი სიტუაცია ისეთ, რომ აი მაგალითად არ გვაქვს არაფერი, ანუ იმდენ და არაფერი, რომ არათუ რამე ნავთობი თუ გაზი თუ რაღაცა დენი, ანუ წყალი არ გვაქვს და ყველას შია და ტოტალური უმუშევრობა არის და უბედურება და ამას დამატებული გვირიცხავენ მალაიზიის კავშირიდან. ანუ ჩვენ შევუერთდით მალაიზიას და მალაიზიამ გამოგვირიცხა. და აი ეს ყველაფერი ხო წარმოიდგინეთ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, აი რომლის იმედიც გვაქვს, მაშინ ძალიან საინტერესო კაცი იყო და ერქვა ლი კვან იუ და აი ეს კაცი გამოდის და რაშობა ტელევიზიაში ყველა რა უყურებთ, აი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენ ისტორიაში და ტირის. ანუ მართლა ტირის რა. და თან ანუ ეს ტირილი არ არის რაღაც ბედნიერების რო აი დამოუკიდებლები გავხდით, რომ დამოუკიდებელ მოვიპოვეთ და ვსო. ანუ არა პირიქით, ეს იყო ტირილი საზოგადოების ის, რომ აი ეგონა რომ სო რა მორჩენილი იყო სინგაპური. და არა მარტო მას, თელს მეზობლებს, ვინც მას გარშემო ყავდა, ყველა ესე თვლიდა. ხო და დღეს 50-60 წლის შემდეგ არიან ისინი ერთ-ერთი ყველაზე დიდრები. ხო და როგორ გააკეთეს? ამაზე ვისაუბრეთ ამ ვიდეოში. ამისთვის უნდა დავუბრუნდეთ კიდევ ცოტა უფრო უკავიდრე 1965 წელია და უნდა დავუბრუნდეთ 1819 წელში და სინგაპურში ჩამოვიდა ძალიან საინტერესო ბრიტანელი კაცი სერ სტენფორდ რაფლზი. ხო და ძალიან ბევრ ვიდეოში იქნება თუ წიგნებში იქნება თუ ასე შემდეგ, ყველგან წერია რომ აი ჩამოვიდა და დახვდა რაღაცა რა კოღოებიანი ჭაობი და კოღოების ბუდე რა. ახლა რა ვიცი ყველა ქალაქში სადაც ზღვა არის, ყველგან არის კოღოები რა. იქაც ეგეთი ამბავი, ანუ ძალიან გაზვიადებული ამბავი, თვალად ეგრე არ იყო. უბრალოდ ყველაზე მეტად რაც ეს რალფი რითაც მოიხიბლა, ყველაზე მეტად იყო სინგაპურის ადგილმდებარეობა რა. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ მსოფლიოში პერიოდი, როდესაც ბრიტანეთი და ჰოლანდია ექსპორტზე მთელ მსოფლიოს გარშემო ერთმანეთს ეჭიდავებიან რა. ეკონკურენტებიან და ეს სინგაპური გადიოდა ინდოეთის რა ქვია ოკეანეზე და ჩინეთის სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის. ხო და მაგიტო ამ რალფსმა გადაწყვიტა რომ მოდი მე აქ ავაშენებ პორტს და ამითი ორივე ვისარგებლებთ რა, ორივესთვის win-win situation-ი იქნება რა, რომ კი მე ამითი ფულს მოვიგებ და ჰოლანდიის რაღაცა ლიდერობას ჩავძირო მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ შენ აგერ ინფრასტრუქტურას აგიშენებ, გაგიკეთებ, რაღაცა ქვეყანას დაგამსგავსებ, კანონები, წესები, ყველაფერი. ხო და ნუ ძალიან კარგად იყვნენ რა და სინგაპური მართლაც ვითარდებოდა ისე როგორც ეს პორტი და შესაბამისად მათი ორივე სარგებელი. თუმცა დაიწყო შემდეგ მეორე მსოფლიო ომი და 1945 წელს გადაწყვიტა იაპონიამ რომ უნდა შესულიყო სინგაპურში. ხო და ნუ აქამდე ინგლისი, ბრიტანეთი
იძახდა, რომ სინგაპური არის აუღებელი ციხესიმაგრე, ვერავინ ვერ იზამთ და ეს იყო სინგაპურელებისთვის რაღაცა გარანტია უსაფრთხოების. ხო და აი მან შეცდნენ. ასევე ამ რაღაცა სინგაპურის დაპყრობაზეც არასწორად ვრცელდება ხოლმე რაღაცა ინფორმაციები, რომ თითქოს სინგაპური იმიტომ აიღეს, რომ იარაღები, რითაც იცავდნენ, ეს არ ტრიალდებოდა ჩრდილოეთისკენ, ანუ 360 გრადუსით და მარტო ზღვაზე იყო მიშვერილი. ანუ სინამდვილეში ეს იარაღები ტრიალებდა ჩვეულებრივად ეს ზარბაზნები. ტრიალებდა 360 გრადუსით, უბრალოდ ამის პრობლემა იყო ამუნიცია, რომ ანუ იარაღების, კი არა, ტყუიები რაც ჰქონდათ, ეს ტყუები იყო გემების ჩასაძირი და ანუ მარტოდ რომ აი მიხვდეთ, გემის ჩასაძირად ანუ ძალიან ძლიერია და ძალიან ღმად შედის რა, რომ ის გემი ჩაძიროს. და ზუსტად იგივე ტყუებს ისროდნენ იმ ზარბაზნებიდან და ეს იმდენად შინით ჩადიოდა, ანუ რო ისროდნენ, რომ იდეაში უნდა აფეთქებულიყო, იმდენად ღმად ჩადიოდა მიწაში, რომ იმის აფეთქება მე უკვე ძალიან ნაკლებ ზარალის მომტანი იყო. ხო და ანუ პრობლემა იყო ის ბრიტანეთის სინგაპურის დაცვაში, რომ იდეაში ელოდებოდნენ რომ თავდასხმა განხორციელდებოდა ზღვიდან და განხორციელდა ჩრდილოეთიდან ტყით შემოვიდნენ და აი მაგიტო ამისთვის მოუზადებელი დახვდნენ რა. ხო და იქიდან გამომდინარე რომ საბოლოოდ მე სოფლიო მოკრუს სამთავრობო ყველამ კარგად ვიცით, იაპონია დამარცხდა, იაპონია გავიდა, ბრიტანეთი რო დაბრუნდა, უკვე ბრიტანეთი აღარ უნდოდა არავის ამ სინგაპურში რა, იმიტომ რომ ვერც უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და აგერ რა ვიცი რა, ბევრი რისკები იყო კიდე. ხო და მაგიტო გადაწყვიტეს ამ სინგაპურელებმა, რომ აგერ ჩვენი მეზობელი მალაიზია ძლიერები არიან, დიდები არიან, მოდი მათ შევუერთდეთ. ხო და 1963 წელს შევუერთდნენ მალაიზიას. თუმცა აი აქ იწყება ძალიან მცნაური რაღაც, რომ იდეაში რომ ფიქრობდნენ, რომ ერთად იქნებოდნენ და მაგრა იქნებოდნენ, აი სწორედ მან შეცდნენ, იმიტომ რომ იმდენად დიდი განსხვავება იყო ამ ადამიანებს შორის, რომ აი რა ვიცი, ქუჩაში იყო მუდმივი დაპირისპირება, ასევე პარლამენტშიც რა, რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას იდეაში რომ ესენი უნდა ყოფილიყვნენ თანაბარი, სინგაპურის უფლებები ძალიან ჩაგრებოდა. და ეს მალაიზიელები ძალიან ნეგატიურად იყვნენ განწყობილები ამ სინგაპურელების მიმართ. ხო და 1965 წელს პარლამენტის სხდომა გამართეს სინგაპურში და გამორიცხეს პირიქით მალაიზიაში და გამორიცხეს სინგაპური. და სინგაპური რო გამორიცხეს, სწორედ ეს იყო ის მომენტი, როდესაც ჩვენი პრემიერი ტიროდა ლი კუან იუ. ხო და სწორედ ეგ იყო მომენტი, როდესაც ლი კუან იუ მიხვდა, რომ ასე რა, ყველაზე მაგრები უნდა გავხდეთ, თუ გვინდა რომ გადავჭრით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვექნება. აი რაღაცა მომენტს გავს რა. ასე იქ მანამდე ბრიტანეთი, მერე ეს მალაიზია, რომ აი რაღაცა რა ტოქსიკური ურთიერთობებში ხარ და მე უსვათ რომ აი მე უნდა გავაძლიერო ჩემი თავი და რაღაცა გამოვიტანოთ ასე ეგეთი. სწორედ მან მაგ დასკვნამდე მივიდა ჩვენი ლი კუან იუ. ხო და მაგიტო რო გადაწყვიტა რომ აღარ უნდა ყოფილიყო რაღაცა ჩვეულებრივი ქვეყანა და უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივი, ამისთვის გამოიყენა იმ პერიოდისთვის ეკონომიკური პრინციპები რაც იყო და ამავდროულად ეს არის პერიოდი, როდესაც წარმოება ფართოვდება, ანუ ქვეყნებს დიდი ქარხნები უკვე ისეთ ქვეყნებში გააქვთ, სადაც არის ხარჯ ეფექტიანი ამ ყველაფრის წარმოება. ხო და კონკურენტები ამ სინგაპურისთვის ჩინეთი იყო, რაღაცა სამხრეთ კორეა ის. მაგიტო რა არა და მოაწესრიგეს კანონმდებლობა. ძალიან იაფი გახადეს კომპანიებისთვის აქ ჩამოსვლა და უზრუნველყოს ის, რომ ნული კორუფცია ყოფილიყო ქვეყანაში, რაც ძალიან მომხიბვლელი იყო იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები ამას ვერ თავაზობდნენ. ამავდროულად პრობლემა ჰქონდათ სასმელი წყალი.
რომ კი ბატონო, ანუ ეს კომპანიები ნელ-ნელა შემოდიან, ინვესტიცია შემოდის, მაგრამ ნუ ხალხმა ხომ იცხოვროს და იყვნენ დამოკიდებულები მეზობლებზე, სასმელ წყალს. და მეზობლების დამოკიდებულება უკვე ნასწავლი ჰქონდათ, რომ არ გამოადგებოდათ არაფერში. და მაგიტომ ინვესტიციები დაიწყო ჩვენმა გიგარმა და საბოლოოდ მივიდნენ იქამდე, რომ რაღაცა ზღვის წყალსაც ამტკნარებდნენ, ჩამდინარე წყლებსაც, ყველაფერს და სასმელი წყალი გააბევრეს რა. შემდეგ პრობლემა იყო ის, რომ კომპანიები რო ჩამოდიოდნენ, ნუ ამ კომპანიებს უნდა ჩამოყოლოდათ ასევე კვალიფიციური მუშახელიც რა, არა მარტო ქარხნებში ვინც მუშაობდა, არა, ის ყველა მათ ჭირდებოდათ კარგი გარემო. ანუ შესაბამისად დაიწყეს მასიური განაშენიანება, ძველი რაღაცა ხის ფეხებზე აშენებული სახლები რაც იყო იმის დანგრევა, კორპუსების აშენება და ეხლა კორპუსებში სახლები ხომ უნდა ეყიდათ ამ ასევე სინგაპურელებს. ამისთვის გააკეთა სავალდებულო saving როგორ არის? სავალდებულო საპენსიო ფონდები. და საბოლოოდ გამოდიოდა ისე, რომ ყველა სინგაპურელს რაღაცა ეტაპზე შეეძლო სახლის ყიდვა. და თან კარგი სახლის ყიდვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, ეს იყო ანუ სინგაპურში ცხოვრობდნენ ინდოელები, მალაიზიელები, ჩინელები, იაპონელები, სინგაპურელები და ყველა სხვა ენაზე ლაპარაკობდა რა. ხო და იმ პერიოდში უკვე ცხადი ხდებოდა, რომ სოფლიოში ბიზნეს ენა გადაიქცეოდა ინგლისური. ხო და მაგიტომ სკოლაში სავალდებულო და მთავარი ენა გამოაცხადა ინგლისური და ანუ ამითი მან ინვესტიცია გააკეთა მომავალ თაობაზე და განათლებაზე, რაც ასევე სინგაპურისთვის გამორჩეული კაპიტალი აღმოჩნდა წლების შემდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო და რაც ყველაზე ძიმე გაყვითილად ისწავლა, ეს იყო მისი უსაფრთხოების გარანტიის შექმნა, იმიტომ რომ ეხლა მეზობლები ყავდა, რომელსაც არ ჰქონდათ მის მიმართ კაი დამოკიდებულება და მისი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად იმ ინვესტიციებსაც დაცვა ესაჭიროებოდა რა. ამიტომ მან შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური და ეგეთ რაღაცას ამბობდა, რომ კი ბატონო, შეიძლება რომ ჩემი არმია არ იყოს ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი, თუმცა ჩვენ ვიქნებით შხამიანი კრევეტები. და შეიძლება დაგვიპყრონ, მაგრამ ჩვენი გადაყოფა იმდენად ტკინეული იქნება, რომ ამას ვერ გადაიტანენ, რა. ხო და ამ პრინციპით მოდიან დღემდე, მოდიან მაგრა. დღეს მაგრა ხო საკამათოა სინგაპურის მოდელი ბევრისთვის, იმიტომ რომ რაღაცა სკეპტიკოსები მიუთითებენ კაცრ კანონებზე, შეზღუდულ რაღაცა პოლიტიკურ პოზიციაზე, ანუ ოპოზიციის რაღაცა რა თავისუფლებაზე ნაკლები აქცენტია და რაღაცა წესრიგზე მეტი, მაგრამ ნუ შედეგი არის ის, რომ მესამე სამყაროდან პირველში გადაინაცვლეს სულ რაღაცა ერთაობაში და ამ პრემიერმა დაამტკიცა, რომ რაღაცა რა თუ არ არის მოკლედ მხოლოდ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა, რაღაც ბუნებრივი რესურსებით დიდარი ყოფნა რა, თუ გონიერი მართველი ყავს შენი ეკონომიკური მდგომარეობა, შენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ხო, ეს იყო მოკლედ მოყოლილი, ძალიან მოკლედ მოყოლილი სინგაპურის кейსი. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ მე ზოგადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება არის თავისუფლება და თავისუფლების გარეშე მე არ მჯერა არანაირი წარმატების და თუ რამე წარმატება იქნება თავისუფლების გარეშე, იქნება მცირეხნიანი. თუმცა აქ რაღაც ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. რომ პირველ რიგში სინგაპური არ იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტრადიციები, რომელსაც ჰქონდა რაღაცა კულტურა, წესები, მოწყობა, ხო? და შესაბამისად მათ ჭირდებოდათ აი ამ ყველაფრის ფორმირება. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ამ კანონების მიმართ რაღაც პატივისცემა ყოფილიყო, გააზრება ყოფილიყო ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე, სიმკაცრე ლოგიკურია. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო არ გაწერილიყო დროში ძალიან და მოხდარიყო ჩქარა.
სავალდებულო ჯარი არ ვეთანხმები სავალდებულო ჯარსაც. თუმცა ესეთი უკიდურესად ღარიბი ქვეყნისთვის სხვა არჩევანი იმ პერიოდში არ იყო. ჩემს აზრით, ეხლა რადგან ესეთ დიდრები არიან, თავისუფლად შეიძლება რომ აღარ ქონდეს სავალდებულო ჯარი. და რა ვიცი, ალტერნატიული რამე მოიფიქრა. ხო, ის თქვა მიდოდა კიდევ. ხო, ნუ მოკლედ რა. ეს არ არის რაღაცა ერთადერთი ფორმულა, როგორ შეიძლება ღარიბი ქვეყნიდან გახდე მდიდარი ქვეყანა. ნამდვილად არ არის ეს ერთადერთი ფორმულა, უბრალოდ ეს არის სინგაპური, როგორ გახდა უღარიბესი ქვეყნიდან უმდიდრესი ქვეყანა. და ასევე ეს არის მაგალითი იმისა, რომ არსებობენ მსოფლიოში ავტოკრატები, რომლებიც თავიანთ ძალაუფლებას ქვეყნის გასაღარიბებლად და თავისი ჯიბის გასასქელებლად არ იყენებენ და იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანა გამამდიდრონ. რა თქმა უნდა, ცუდია ესეც, თუმცა წინა ვარიანტი ჯობია. ხო, მე ვეცდები, რომ კიდევ გაგიზიაროთ მსგავსი რა, ქვეყნების გამდიდრების кейსები, ან პირიქით, მდიდარი ქვეყნების დაქცევის кейსები და შევხვდებით რა. ლექსიკა არ არის აკადემიური, მაგრამ მთავარი აზრია რა. აბა